ვნების შვიდეულის დიდოთხშაბათს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში შვიდგზის ზეთისცხება გაიმართა. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა. ზეთისცხების დაწყებამდე მღვდელმთავარმა მრევლს ქადაგებით მიმართა. სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო. დღეს ჩვენ უნდა აღვასრულოთ ზეთის კურთხევის საიდუმლო, რომელიც ჯერ კიდევ მოციქულების დროიდან აღესრულება ეკლესიაში. აი მაგალითად წმინდა სახარებაში ნათქვამია, რომ როდესაც უფალმა იესო ქრისტემ გააგზავნა თავისი მოციქულები საქადაგებლად, ისინი ზეთს ცხებდნენ ადამიანებს და უამრავ სნეულს კურნავდნენ. აი ასე იქცეოდნენ მოციქულები და ჩვენს გვიანდერძეს ამის ახსრულება. შეგახსენებთ წმინდა იაკობ მოციქული რას წერს, როგორ მოძღრავს, რომ თუ ვინმე ავად არის თქვენ შორის, მოუწოდონ ხუცესთა ეკლესიისათა, ესე იგი ეკლესიის მღვდლებს და სხონ მას ზეთი და ილოცონ მისთვის. წმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი მას აღადგენს. და თუ რაიმე შეუცოდავს, მიეტევება. აი მოციქულის სიტყვები. მაშასადამე ჩვენ მოუწოდებთ არა იმას, ვინც ჩვენ მოგვესურვება, არამედ ეკლესიაში დადგენილ სამღვდელოებას, რომლებიც ცხებენ ზეთს ავადმყოფს უფლის სახელით და არა სხვა ვინმეს სახელით. და სნეულსაც აღადგენს თვით უფალი და არა სხვა ვინმე. ისევე როგორც ცოდვებს შეუნდობს უფალი და არა ვინმე სხვა. აი როგორ გვასწავლის წმინდა მოციქული. და რატომ არის დადგენილი, რომ ზეთი უნდა ვიხმაროთ ამ საიდუმლოს აღსრულებისას? ეს საერთოდ სხვადასხვა საიდუმლოში სხვადასხვა ნივთიერება გამოიყენება. ნათლობისას წყლით ვნათლავთ, ზიარებას აღვასრულებთ პურით და ღვინით. ეს დაადგინა უფალმა, ეს მისი განგებულებით არის. ასე და ჩვენი ვალია, რომ მივიღოთ რწმენით და მორჩილებით. და რისთვის ჭირდება უფალს ამ მატერიალური ნივთიერებების გამოყენება? იმისთვის, რომ მადლი გარდამოვიდეს ჩვენზე. ეს უფალს კი არ ჭირდება, არამედ ჩვენ გვჭირდება. რადგან სანამ ვართ ამ მატერიალურ სხეულში ჩვენ, იქამდე გვესაჭიროება ეს მატერიალური მხარეც საეკლესიო საიდუმლოებების აღსრულებაში და აი უფალმა გაითვალისწინა რა ჩვენი ეს უძლურება იყენებს ასევე ამ ნივთიერებებს. თავისთავად ზეთი უძლურია, ისევე როგორც სხვა ნივთიერება, მაგრამ ღვთის მადლი გადმოდის მასზე. ღვთის მაკურნებელი მადლი და ის აღასრულებს აი ამ საიდუმლოებას და კურნებას. ასე რომ აი ძვირფასო ძმებო და დებო, როგორი ყოვლად მოწყალე და სახიერია ღმერთი, რომ მან ყველა ჩვენი საჭიროება გაითვალისწინა და მოგვიმზადა ჩვენ ყველა საშუალება და ყველანაირი კურნება ჩვენი სულის ცხონებისთვის და ჩვენი ასევე სხეულის გაძლიერებისთვის. დღეს აი ჩვენ მოვისმენთ სახარებებს, სამოციქულოებს, სადაც საუბარია სინანულზე. ამიტომ ვეცადოთ, რომ წმენით და სინანულით მივიღოთ ეს წმინდა საიდუმლოება და ვევედროთ უფალს, რომ ჩვენი გულები გაათბოს, გაალღოს, რომ შევძლოთ ჯეროვანი მადლიერება გამოვხატოთ. ვინაიდან როგორც გითხარით, უფალმა ყველაფერი მოაწყო ჩვენთვის, მაგრამ ელოდება მხოლოდ ჩვენს რწმენას, მადლიერებას და ცნებების აღსრულებას. და აი წარმოიდგინეთ, რა დასანანი იქნება და რა სირცხვილი იქნება ჩვენთვის, როცა ჩვენ
ჩვენნაირი მოკვდავ ადამიანებს უფრო უსმენთ ხოლმე მათ დარიგებებს, მათ რჩევებს. თუმცა ესეც ზოგჯერ საჭიროა, მაგრამ მათ შორის ექიმებს თუ სხვა სფეროების წარმომადგენლებს ესეც რა თქმა უნდა საჭიროა, მაგრამ მხოლოდ ამას როცა ვაკეთებთ და უკვდავი ღმერთის ცნებებს უგულებელს ყოფთ, ეს რა თქმა უნდა სავალალოა და სამარცხვინოა ჩვენთვის. ასე რომ მივიღოთ ამ რწმენით და სინანულით დღევანდელი საიდუმლოება იმისთვის რომ საკურნებელად იყოს ჩვენი სულისა და ხორცისა დღევანდელი ჩვენი ზეთის ცხება, ვინაიდან ეს არის ზეთი სიხარულისა, ზეთი კურნებისა, რომელიც გარდა იმისა, რომ აღადგენს ჩვენ სულიერ და ხორციელ ძალებს, გვამზადებს ჩვენ ყოველგვარ ბოროტებასთან საბრძოლველად და გვამზადებს იმისთვის, რომ ვიყოთ მხედრები, მეომრები, ღირსეული მეომრები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსაც ჩვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანამამით და სული წმინდითურთ აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია დიდოთხშაბათს იუდას მიერ მაცხოვრის გაცემას იხსენებს. ეს არის დღე, როდესაც უფალი იესო ქრისტე თავის 12 მოწაფეთაგან ერთ-ერთმა 30 ვერცხლად გაყიდა. ოთხშაბათი ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. იმ დროს, როდესაც მღვდელმთავრებს, წიგნობრებსა და უხუცესებს იესო ქრისტეს მოტყუებით შეპყრობა და მისი მოკვდინება ჰქონდათ გადაწყვეტილი, სვიმონ კეთროვანის სახლში უცხო დედაკაცმა ძვირფასი ნელსაცხებელი მაცხოვარს უხვად დაასხა თავზე. როგორც თავად იესო ქრისტემ განმარტა, ამით ის ქალმა დასაფლველად მოამზადა. დედაკაცის უანგარო საქციელის საპირისპიროდ იუდა ისკარიოტელის უმადურ სულში ჩაისახა ბოროტი აზრი თავისი მასწავლებელი და უფალი იუდეველთა უკანონო სამსჯავროსთვის გადაეცა. დიდ ოთხშაბათს საეკლესიო მსახურება განადიდებს იმ დედაკაცს, რომელმაც მაცხოვარს ნელსაცხებელის ცხო, იუდას ვერცხლის მოყვარეობასა და გამცემლობას კი კიცხავს და გმობს. დღეს სამების საპატრიარქო ტაძარში შვიდგზის ზეთისწყების დასრულების შემდეგ მრევლს კიდევ ერთხელ მიმართა მეუფეშიომ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ზეთისწყების საიდუმლოს მიღებას, ყოფილიყო საკურნებლად სულისა და ხორცისა, უფალმა განკურნოს თქვენი სულიერი და ხორციელი სნეულებები და ბედნიერ აღდგომას შეგახვედროთ. მერთმა დაგლოცოთ. შეგახსენებთ, რომ დიდ ოთხშაბათს პირველ შეწირულის ლიტურგიის შემდეგ წყდება დიდი მეტანიები. აღარ იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა და სალმუნთა კანონები. Thank you.